დამთავრდა. შვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ნუ მიაქცე ყურადღებას. ბეღურიკუნა, ასე ვიცი ხოლმე, რაც დათო გადავიდა საცხოვრებლად მაიასთან, ხო? აი მის მერე დავდივარ და ასე რაღაცეებს. ძალიან კარგი გოგოა მაია. ძალიან მომწონს. მარიკუნა, შენ ახლა ხარ აბსოლუტურად არაადეკვატური. მე? შენ. იმიტომ რომ არაადეკვატურად აფასებ შენ ჩემ მაიას. მაია კარგი კი არა, გადასარევი გოგო. გადასარევი გოგოა. მე მაგას თავიდანვე შევატყე, რო დავიწყე იქ მუშაობა, რომ უამრავი კარგი საქმის, სარგებლის მომტანი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამ ხელა საქმეს თუ გამიკეთებდა და დათოს აქედან მომაშორებდა. ამას მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ჩემო ბეღურა. ესე იგი, რა მინდა გითხრა, იცი? მაიკო არის ოქრო, ბაჯაღლო და აღარ არის ხო რაღაც სიტყვა გინდა ესე ბრილიანტი, ირაკლი, ბრილიანტი. ეგ სხვა სფეროდან არის ბეღურა. შენ ისევ არაადეკვატური. დათო დარეკა. ეს ყველაფერი. იცი რა თქვა? აი ხელოვნების ინსტიტუტში საათები მომცესო. არ გადამრიო, არ შემშალო. აბა, აი ირაკლი რომ საყვედურობდაო სულო. აი ხო მივახციე ცხოვრებაში ჩემით რაღაცასო. კი, ნამდვილად მიაღწია ბეღურიკუნა, თავისით მიაღწია ყველაფერს დამოუკიდებლად. მაგრამ მაგარა იცის რომ ეგ დამოუკიდებელი მიღწევა მე იმ ინსტიტუტის რექტორის სიდედრის შუნტირება და კორონოგრაფია დამიჯდა. ირაკლი. კი, პროგრამაში ჩავსვი. შენ ხო? ესე იგი დათო იყო არაადეკვატური. ყოჩაღ ბეღურა? ყოჩაღ, მაგრამ არა კი გამიგვირდა ისე ხო იცი? რაღაც დავეძებ. არაფერს არ დავეძებ, ჩემო ბეღურა. არაფერს არ დავეძებ. რახანე აქედან გადავიდა? ხმის ვაიმე? დავიხუპე. ვაიმე. მე რო იჯექშენ მე გავახ. მოიცა? კარს მე გავაღებ. შედი მოთახში შიგნიდან გადაკეტე. რაი, კარგი ირაკლი რა, მე რამდენად დავიღალე უკვე, შედი გადაკეტე. მე რამდენად და მე იმდენად. არის ესა რა მოიწა. გადაკეტე. რა. მიდი ძალიან ხო, შიდა დაკეტე. ირაკლი, შენ კიდე დაფიქრდი. გიღირს ამ კარის კიდე გაღება? თუ არ გიღირს, ხო გახსოვს ერთხელ გააღე 3 წელი მე ამაზე დავდობდი. ჩემო ირაკლი. ვაიმე. Ene. ირაკლი. შენ ხარ? შენ სახში ხარ? აჰა, მოდი. მე მოვედი და ირაკლი სახშია. სახში ყოფილვარ. ირაკლი. უნდა დამეხმარო. ვაიმე. მარიკა. ჩვენ იმ ოთახში ხო ბავშვების ოთახის მოწყობა გვაქვს გადაწყვეტილი? კი, აი. მე არაადეკვატური გახდი შენ ირაკლი რა. მე ჩემაცვლად არის შენაკა. ცუდად არის? ცუდად არის ძალიან ირაკლი. მე თუ არ მივხედი, აბა როგორ იქნება აბა? დედა, გაგიჟდები პირდაპირ მარიკუნა რა. ესე იგი ჩვენ თვალწინ გაიარა ამ გოგომ ევოლუციის ეტაპები. მთელი რიგი ეტაპებისა. გეტყვით, ჯერ იყო ხვლიკებს უვლიდა,
მერე ფრინველებზე გადავიდა, მერე კუდიან პრიმატებზე და ახლა ადამიანებზე ბებიამისის სახით. ესე იგი, მოიცა, ესე იგი, მე ევოლუცია გავიარე და მოიცა, რამდენჯერ ევოლუცია ესე იგი? ეტაპი? ეტაპი. 4 კარგი, ირაკლი, ხა ნუ აგიჟებ ადამიანს თუ შეგიძლია დაეხმარე. მაგიჟებს ხო მარიკა? ფაქტიურად. მე პირდაპირ საქმეზე გადავალ მაშინ ირაკლი. ესე იგი, რა ქვია, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვინმე გყავს? კი, კოლეგა. აი მე ირაკლი, იცი რა არის, მირჩიეს მე ექიმებმა რომ ბებიაო საზღვარგარეთ უნდა წაიყვანა. ვინ დამეხმარება ირაკლი, ხა შენ თუ არ დამეხმარე. ბებია საზღვარ. უნდა წავიყვანო საზღვარგარეთ ბებია. გაგიჟდები მარიკა რა. გაგიჟდები, ესე იგი განცვიფრებას ვარ მიცემული პირდაპირ აღარ ვიცი, ესე იგი როგორი ბრძენი და როგორი წინ დახედული გოგოა ჩემი ანანო. შეხედე როგორი წინ დახედულია. აბა წინ დახედულია. საზღვარგარეთ მიდის და იქ რო არ ეძებოს, აქედანვე თავის მოხუცი მიყავს. კარგი, დაგეხმარები, აბა რას ვიზავ, დაგეხმარები. მართლა ირაკლი. რა თქმა უნდა. აღარ მაგიჟებს. არ მაგიჟებს. არა, ამჯერად არა. შენ იცი თამარმა ფეხი რომ მოიტეხა? უიმე ძინავს ახლა. ვიყავით აღარ მისული და ნუ რა ვქნა ახლა ძინავსო და უნდა წავიდე მარიკა 1000 საქმე მაქვს დაგეხმარებიო ირაკლი მას ახლა მე მაგის დაღუძებას ვერ დაველოდები რა. და რაც უნდა გაგვიძება, ვერ გავიგე. რაც უნდა გაგვიძება. როგორ უნდა ნახო და დაუწერე წერილი, დაუტოვე, გაიღვიძებს და ნახავს ასევე კონტაქტებით მე და მარიკა ბოლო 2 კვირა და საკმაოდ კომფორტულიც არის. აუ რა, ირაკლი, რა დავწერო მითხარით და მეც თქვენ რასაც წერთ, მეც იმას დავწერ. წერილის დაწერა არიცი? თამართან არა. მე გასწავლი ანანო. კარგი, აბა რა იყო, მარიკა ძალიან მთხო რა, შენ გირჩევნია, შედი, მარიკუნა გამომიტანე ის თეთრი პერანგი, სამსახურიდან დარეკეს, რაღაც ცვლილებებია და აუცილებლად მოდიე. მეცოდი ხომ მშვიდობა. მინისტრი რაც შეიცვალა, ვინსად აღმოჩნდებით, არავინ არ ვიცით, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით. მშვიდობა, მარიკა, აღარ მაგიჟებს დაგეხმარებია. გეტყობა. უკვე დავწეროთ. მომართვი, ესე იგი, წერილი. პირდაპირ დავწერო. ხო რა თქმა უნდა. ჩვენო თამარჩიკ. მე რა თამარჩიკს არ ვეძახი. რა მნიშვნელობა აქვს შენ ასე ძახი, კაცო, ფორმა ასეთი თამარჩიკ წერილს რო წერ ჩვენო. შიკ უნდა. დახილის ნიში. ჩვენო თამარჩიკ. ეს რა დაგვემართა? ხო. ეს რა დაგვემართა? ეს რა გავიგეთ? გავიგეთ რა? უი. ხო, უი. შენი ფეხის მოტეხვის ამბავი. გავგიჟდით? იმედია მოტეხილობა მოიცა. იმედია მოტეხილობა დახურულია. ეგრე ჯობია? ეგიაც არის ხოლმე. და უკეთესად. რა თქმა უნდა. იმედია მოტეხილობა დახურულია. ნეტა ეს არ გაგვეგო? ეს კაია. და ჩვენ ყველას მოგტყდომოდა ფეხები. ჩვენ რატომ ჩვენ ყველას მოგტყდომოდა ფეხები, დაწერე. კი. და ბოლოში. შენი მეგობრები. დიცი ხო. კახი, ფილიპო, ჯენარო, რონალდინიო, პატო. და მარიკა მართლა წერდი. ირაკლი ვერ ვიპოვე მე შენი პერანგი იქ. აქ იქნება დათოს ოთახში მარიკუნა გამომიტანე რა. აქ რა უნდა? რა უნდა? რას ქვია რა უნდა? მარიკა იმდენჯერ გამოიტანა დათომ ის პერანგი და შეიტანა იქ რომ მიეჩვია ეს პერანგი კაცო. მიეჩვია და ეხლა ასე თავისით რომ გამოვახობე იქიდან როგორც კი გამოცდება იმ კარს მე მიდის ავტოპილოტით და შედის იქ. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. აგიჟე? კი. როგორი კულა, ხო მაინც შედიხარ იქ. ჩემ თავს გაფიცებ. თუ გიყვარ ვარ მარიკა, ის გააკეთე კიდე ერთხელ რა მე რომ მიყვარს რა. ვაიმე ჩემ თავს გაფიცებ. ვაიმე მიდი, აუ რა მაგრა აკეთებს იცი. მოდი ხელ ნახავ. ვითომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებ. მოდი. ირაკლი, გამხედა?
რა მინდა გთხოვ? ვახ. ისვენებს თამარლენგი, ჰა? ისე თამარ, რატო არა ვარო იმ სახშიო რატო აქ რატო ვარო? შეგაწუხე უკვე? არა თამარ, არ შემაწუხე, მე უბრალოდ მაინტერესებს მიზეზი მაინტერესებს. ფრატა ვახუნა 24 საათი გასულია თავის საქმეებზე. მე კიდე რა ქნა ვის ველაპარაკო რა და არ მყავს თუ რა? შემოვედი აქ, ხო? ნუ გეშინი ერთ თვეში ავდგები და გავივლი მოგშორდებით. ერთ თვეში? ხო. რა რიცი თამარ? ასეთ ასაკში ცოტა ძვალს უჭირს შეხორცი. ვითომ ერთ თვეში იქნება ეგ ამბავი? როგორ არიხლები ლაპარაკით რა? ალო? დიახ. გამარჯობათ ქალბატონო დალი. გამარჯობათ. კი, მართალია. კი, მოიტეხა ფეხი. რა? ვაი ჩვენ ქალბატონო დალი, ვაი ჩვენ. კი, ახლავე დაგალაპარაკებთ, ახლავე. დედა მთილია. ყოდედა მოვიტეხე ძროხა დამეჯახა როგორ და მოგიყვები ესე იგი მე და ვახუნამ გადავწყვიტეთ წასვლა სამტრედიაში რამინისთან ვახოს უყვარს იქ წასვლა და დასვენება რაღაცა სიწყნარია სიმშვიდეა სიმწვანეა და ბუნებაა და თან რამინის ველოსიპედზე კატაობს ხოლმე ხო თამარ იქიდან უნდა დაგეწყო როგორ გაიცანით შენ და ვახომ ერთმანეთს ხო დედა და მე თან ხო მიყვარს სოფლის საქმის კეთება ხო და რამინის მეუღლეს ხო ციურის ვეხმარებოდი და აი ეს რაღაცნაირად ლაშიკო ვიტეხე ფეხი ერთი წუთი რა აი ეს გამომართვი და სამზარეულოდან წილი გამომიტანე ოღონდ ქილით ვაიმე კეთება მაცადე რა თამარი ყובה როგორ მოიტეხა ფეხი და მომასმენინე რა ჯერაც არ მოგისმენია მიდი ხო ვაკოცებ ხო კარგი კოცნის ხო კარგი როგორ ხარ დაო რა ვიცი აბა შენ როგორ ხარ დაო მე რა ვიცი აბა ვარა ამ ბოლო დროს სულ ჭამთავრი სულ ჭამ რა ქნამ შია აბა რა იქნება კეთინო ტორონჯაძედიზის მუცელში ლაშიკო ბატონო ლაშიკო მიდი რა ბავშვი გადააყენე ხო და მე დეიდასთან გამოიყვანე ეხლა ბავშვი გადააყენე ისე კეთება ბატონო ისე რო გაიგოს ოპოზიციამ ხო მე დამიდგამდა ძეგლს დამიდგამდა იმიტომ რომ რო გაიგოს რამდენჯერ მყავს მე მიშა გადაყენებული მე ამას ვენაცვალე როგორ მეხმარება იცი ჩემი ლაშიკო მე როგორ მიყვარს არ მეგონა თუ ესე მომეხმარებოდა ყველაფერზე ხო ისა მომისმინე შევახო რა შვება აირჩია რა ბიზნესი უნდა აი მე კეთინო ესე იგი მე ჯერ უნდა და მომენტის წებო შემოეტანა და სხვამ დაასწრო მაგას მოგო ხო აი რა ქვეყანაში ვართ ეხლა უნდა ბამბაზე გასვლა და გონი ვიღაც ჩინელებთან არის წასული შესახვედი მაგას ვენაცვალე მე ვაიმე დეიდასო ბიჭი ხო და მამიკო იყო და არა იყო რა აი მე როგორ უსმენს იყო ერთი პატარახბო იყო და ბოროტმა ჯადოქარმა უთხრა რომ მინდა რომ ძეწა გართვაო შიშინა მამიკო ამ ხბოში და აყარა ეს ტლინკები და ეს ბოროტი ჯადოქარი აყირავა და მოტეხა ფეხი
ჯადოქარი იქნება თუ წამოგიხტა ეხლა. კარგით რა. მომეცი აქ, მოდი დედა ჩემთან, მოდი ამათ არ მოусმინო ესენი გაგვაგიჟებენ. კეთინო არა წინ. არა უშავ, სანამ შემიძლია ავწევდა რო აღარ შემეძლება მე თქვენაც და ბიჭია ეს ვიხო ფილავაკო გამგენჯილი დედა წირილი არ დაიწყო დედა ბახუხულა ბიძია როგორ ახარო აბა წამოდი ახლა ჩვენ წამოდი უნდა გამოვიცვალოთ მერე უნდა დავიძინოთ მერე უნდა გავისეირნოთ წამოდი ვახო მოდი წუთი ხო რა არის რა გიჭირს რა აი რა ეს საბუთების ჩასადებად დამჭირდა ლაშა ხო ბოლო მოდელია ლაშა ეს ბოლო იცი რა ღირდა რა მივეცი იცი ამაში მოწონს კი არა კარგი აბა ჩემი თამუნია როგორ აქვს ფეხი მოტეხილი ხო არა ხო ესე იგი აგირჩევნია თამარ ხო წოლა ანა და ეს გამოგადგა ეს ყავარჯნები გამოგადგა ვაიმე არა ვერ ვიყენებ ვახუნა დოდო თამარ რატო ვერ იყენებ არა და ძალიან გიხდება რა აი უფრო ის მაღალს გაჩენს ვაიმე როგორ არიღლები ლაპარაკით რა რა ძვირი ღირდა იცი ლაშა ესა ძვირი იყო ძალიან ვახო ესე იგი ძვირი ღირდა კი მე რო დადიხარ და რო ვერ გაგერკვევია რისი ბიზნესი უნდა გააკეთო შემოიტანე ეს დიდი პარტიებით ეგ ყავარჯნები ხო და იცი მოდი ვახო მოდი გითხრა ეხლა ჩვენ როგორ უნდა გავასაღოთ ეგ რამინს უთხრათ ხო რამინის თავის ძროხა გამოუშვას ხალხში დაამტრებს ყველას ფეხებს ხო და მე მოთხოვნაც იქნება ეუბნები რა ვერ ახარშენ სად შემიძლია ამდენი ჩემი საქმე მაქვს უამრავი წავედი მე ჩემ უცხოელ პარტნიორებს უნდა შევხვდე ვახუნა შემოგვი ვაიმე როგორ გიხდება იუზას პორტფელი როგორ აკიდო და დაგეჭირა მოგაწოდე მიხდი ალო ხოიუზა არა რა ვირისტერფა კარგად ვარ გამიარა ხო დავრბივარ ხო კარგი არი ნერვიულო კარგი კოცი ხო კარგი დადე აი მე შემჭამს ახლა ის თავის რეცეპტებით რა ისე თამარ იუზას ცალითვალი აქვს ახვეული შენაგერ ფეხი გაქვს მოტეხილიდან თქვენგან ერთი კაი მეკობრე კი აიწყო დღეს მშვიდი დღეა, ჩემო ნარჩით. გაიღვიძე ბუზღუნა. ნუ მეძახინა ბუზღუნას აკო. დღეს დიდი ფეხბურთია ჩემო ნარჩით. ხო. ჩემი მანჩესტერი ხვდება სვინდონს. როიცოდე. დაჭიქ დაისვენე. პირსახოცი თუ გინდა შენ უძრაჭდებს. მალოთ. აი. რა ვიცხოვრება რა მოკლედ. რა საოცრება. ჯერ საკუთარი სახლი არ მქონდა მე. და ეხლა საკუთარი უჯრაც მაქვს. ხო კი გავიგე თამარიც ამბავი გავიგე მოსაუცად გაქვს საქმე ხო როდის ასველებ ლაშა როდის ხო კი
არა, კი გამოშვდები, აბა არ დავიკარგები. კარგი, დამღალე უკვე ლაშა. დამღალე უკვე. კარგი ხო? გაი, იგას თამარს ფეხი რომ მოტეხია? კი, სამინისტროში მითხრეს. ვიგითხრა. ყველა. ყველამ როგორ? ოპერაციაზე ისეთები ჩაიდინა, ყველამ გაიცნო. თურმე ნარკოზი არ გაიკეთა, ყველაფერი უნდა ვაკონტროლო. აბა ხე ის მითხარი რა ხდება ერთი სამინისტროში ახალი მოგიმატა ირაკლი ხილფასი არა აუ აი ის ხარადი ხო უყურო დავბუნდე ამ ნერვი ხა უკვე ნერვი გეხუცები ბოზღო. ირაკლის გააგებინე საათები რომ მოგცეს ხელოვნების ინსტიტუტში. ნა. დაურეკე და ეს ეძინა და მე მარიკას დაუბარე რომ იმ ბედოვლადს გადაეცი რომ საათები დამიძეს მეთქი. კი. ის კი არ ვიცი ვითომ რომ ის რა ქვია ჩემი რექტორის სიძეს კი არა და სიდეთრს რომ ოპერაცია გაუკეთა გულის შუნტირების და კიდე ქორეოგრაფია თუ რაღაცა კიდე ბოზღო აბა თუ გამოიცნობ რა მოგიმზადე საუზმეზე რა ერბო კვერც არ კიდე ხა ეს გაუგებარი უმორის მოტანა სამსახურდა მარტო ერბო კვერც ხილობდი რა საჭმელი კი, მაგრამ დედა დაგვირდა შუადღის ესმოვა და საცივს გაგვიკეთებს. საცივი უკვე კარგია. საცივი უკვე. ой, რა მინდა იცი რა კითხო, რა მეტეს. დედაშის მამას რა ერქვა? დურმიშხანი. ესე იგი რა გამოდის ახლა? დურმიშხანოვნა. არა ხშირად მაგას უცბად ავიჩვენებ მაგ დურმიშხან და ხშირად ივლის ხოლმე დურმიშ დედა აუ საჭმელი რო გაგიკეთოს თუ მე კი არის სხვა კი არაფერი ხანდახან მოვახო ხო მოვახო ძალიან ხო ისე მართლა ნათესავმა დამირეკა რაიონიდან ბავშვი უმაღლესში ჩაირიცხა და იქნებ ცოტა ხანი თქვენთან იყოსო უზო უარი უთხარე ოჩ კარგი უხარ ანერვიულდი ძალიან ზით და აი ეს სტუდენტები რა თქმა უნდა ჩემი არ მეყოფა ეხლა თან ეს ატესტაცია თუ მე კარგად შავეს ხოთაშურის საკმაოდ დიდ ხელფას მომცემენ გამიზდიან ასე ვთქვა და ხოთაშურის ირაკლი არის ცნობს იმას რა ქვია განათლების მინისტრს თვითონ არ მოსულა რა სუდეს არ მინახავს მე მგონი არ იცნობს მე ყოფა ესე იგი დიმიტრი არსვამს ესე იგი ეხლა რა ხდება ეხლა დამიგდო ყურე ესე იგი პედაგოგიკაში ირაკლის ნათესავი ერთი ომარი და ის დამეხმარება ეს მეთოდიკაში ჩემი აჭარელი არის აჭკო ნაცარიშვილი და ის მეხმარება ეხლა და უნარებში შეხორავენ რეკავს უნარებში არა არც მე არავინ არ მყავს და არც ირაკლის არავინ არ ყავს ოღონდ ხალხი აწვალებინე ამათ და მეტი არაფერი არ უნდა რა ნუ გეშენია გამოჩდება ვინმე ისე მართლა სანდროს და სალომეს ამბები როგორ არის რაშუება მაგათი ტურისტული სააგენტო არის ისე ჩემი ნათესავი ხო გამხსოვს თურქეთში რო უნდა და წასვლა მე როგორ არ მაქვს ხო და მე ურჩიე მაგათი სააგენტოთი წასულიყო მართლა ჩამოსულა დღეს ქუჩაში მხვდება და ვითომ ვერ მიცნო ой
ეთყობა ესეთი სილამაზეები ნახა რომ დაბრმავდა და იმიტომ რა როგორი ხურობა არა ბუზღო მე მაგის დასდაურეკე და ძალიან უკმაყოფილოა თუმცა სულ სხვა ქალაქში აღმოჩნდა გაცილებით უარეს სასტუმროში ვიდრე უთხრესო და 40 კილომეტრის რადიუსში ზღვა საერთოდ არ იყო კიდე კარგად გადრაშენი ლანა მოგ ბუზღო რა კემრიელი იყო ძალიან მორჩი გავაგზავნოთ გავაგზავნოთ გამარჯობათ. ой, მე თქვენ გიცანით. აბა როგორ დაისვენეთ, ხო კმაყოფილი ხართ? მიცანით არა? დიახ. მე თქვენ ისე დღეს დაგაწევთ, რომ საერთოდ ვერ დამივიწყებთ. აი მე ქალბატონო, რა დაგიშავეთ ასეთი? აი, ჩამოწერილი მოქვს პრეტენზიების ნუსხა და ეხლავე გადაცვით. იცით რა არის? თქვენ ეს ჩამოწერილი ნუსხა ჯობია რომ ჩვენს დირექტორს ანახოთ. ახლავე დაუძახებ დირექტორს. კარგით? დირექტორი თუ გყავთ საერთოდ? ყავს და საკმაოდ კარგი დირექტორი სხვათა შორის. დირექტორი გისმენთ. ეხლა კარგად მოისმინეთ. როგორი იყო თქვენთან ნაყიდი ელიტური დასვენება? შეაუვნები. ერთ ციტკნა ოთახში. ჯერ ხომ ისედაც ყველა მხრიდან ხმაური შემოდიოდა. ფანჯრიდან მატარებლის გოგონა, ქვემოდან თურქული მუსიკა. ამას დავუმატოთ, რომ მათ სივარს იმ ხელა ხმა ჰქონდა, რომ ყველაფერი ზანზარებდა ირგვლივ. ესე იგი მაცივარი იყო. სასტუმროში ლიფტი არ მუშაობდა. მაგრამ იყო. კიბეებს კიდევ ისეთი ხსნარით წმენდნენ, რომ ფეხის რეალებდა და აგერ კი ხედავთ როგორც ვარ მოსული. დამპირდით ზღვის ხედი იქნებაო. მე და ფანჯრიდან ზღვის მაგივრად ჩანდა თხა. ნუ ახლა ტელევიზორს რომ პულტი არ ქონდა, მაგაზე აღარც ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ოთახი ისეთი პატარა იყო. ნებისმიერი წერტილიდან მიწვდებოდი ტელევიზორს პულტის გარეშეც. კარგი, ესე იგი კომპაქტური ოთახი ყოფილა. სასტუმრო საფასურში საუზმეც უნდა შესულიყო. კი. მაგრამ იმ ორცალ მოხარშულ კვერცხს ვერც ერთ დღეს ვერ მივასწარი. იმიტომ რომ ხან მეზობლები მასწრებდნენ შეჭმას, ხან სასტუმროს კატა. კატა? რა ერქვა? არ ვიცი. მაგრამ იმ სასტუმროში ის კატა არ იყო ყველაზე უარესი. აი ნახეთ რა ვიპოვე. ხო, კიდევ სასტუმროს პერსონალმა არ იცოდა არც ინგლისური, არც რუსული, არც სხვა უცხოური ენა. ზეწრებს და პირსახოცებს არ გვიცვლიდნენ, აუზში წყალი არ იცვლებოდა, შეზლონგები იყო დაღუნული, ქოლგები გახვრეტილი. ასე რომ მე ვითხოვ ჩემს თქვენი სააგენტოსაგან ვითხოვ ჩემს მიერ გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას.
შეიძლება ეს და აი ეს ყველაფერი თქვენ დაწერეთ? დიახ. იქ ყოფნისას? დიახ. მე ამხელა რაღაცის წერას დაგესვენათ ქალბატონო არ გიჩვენა. დამცინით კიდე ცხა. არა, როგორ გეკადრებათ? მე არ დაგცინით, უბრალოდ აი ეს გამომართვით და დაწერეთ. დაწერეთ, მე მაინტერესებს კონკრეტულად რაში გძნობთ თავს მოტყუებულად. რა არ გაკმაყოფილეთ? რაღა დავწერო? თქვენ დამპირდით რომ სასტუმრო იქნებოდა 5 ვარსკვლავიანი. აი იმ სასტუმროს კიდევ ქონდა მხოლოდ 2 ვარსკვლავი. აი, ხო და დაწერეთ. უკმაყოფილო ვარ ვარსკვლავების რაოდენობით. და საერთოდ ქალბატონო, ყველაფერი ასაც მე ვამბობ, კი არ დამეჯერება. აი ეს ბუკლეტი. წაიკითხე ძალიან ხოთ. არ მაინტერესებს მე ეს თქვენი ბუკლეტები. აი, ხალხს კითხვა საერთოდ აღარ აინტერესებს. მოკლედ, გადავწყვიტე რომ სასამართლოში გიჩვილოთ. კარგი იდეა, მაგრამ იქნებ გადაგეფიქრებინეთ, ა? როგორ გადავიფიქრო, როცა ამ ფულს წელიწად ნახევარი ვაგროვებდი. ჩემი საყვარელი ძაღლიც კი გავყიდე. კაპიკს კაპიკზე ვადებდი. ოქროულობა რაც გამაჩნდა, ყველაფერი დავაგირავე. ვიკეტებით, ქალბატონო. ვიკეტებით. იკეტებით არა? აი თქვენ ნახავთ, თუ საბოლოოდ არ დაიკეტებით. იკეტება ვაჟბატონი. არა. სააგენტოების მეტი რა იყო, რაღაც ჩემთან მოდიოდით განაცვლა. ა? რა, უკმაყოფილი იყო, აგი? საჩუქარი ჩამომიტანა. იმე სანდრო, კარგი რა. რა, იცი რა არის ეს? რა? სამეფო მორიელის პიტული. კარგი სანდრო, რა ძალიან კარგად მესმოდა ყველაფერი რა. რატომ ატყუებ? ალბათ თუ გესმოდა. არ ვიცი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ სანდრო. რამდენი ხალხი დაბრუნდა უკმაყოფილო, მცხენია უკვე. მე ვიცი რაც უნდა მოვიფიქროთ. რა და არიკები ვიყიდოთ. აი ასე მითხრეს მინისტრი თუ შეიცვალაო მოადგილებ რაღა დააშავაო ხო და გამიშვეს მაიკო სად დაგირეკ არ ვიცი ჯერ ეგ არ ვიცი სად გამიშვეს ნამდვილად არ ვიცი ასე მითხრეს დაგირეკავ თო კარგი იყო ისა ხო მართლა აბა შენ მითხარი ახლა რასაკეთებ ჩემო რძალო და მხსნელო ბატონო ირაკი ყველაფერი ჩავაწყებ ისიც ჩადე კარგი მაიკო ძალიან გთხოვ რა როგორც კი წავალ კომპიუტერში წაშალე ის ჩემი თამაშები თორე უხერხულია ახლა ჩემ ადგილას ხომოვა ვიღაც დაიკავებს ამ სავარძელს და ის რა ქვია რას იფიქრებს პროფესორი ირაკლი ჩხეიძე ბუზებს თამაშობდაო უხერხულია რა კარგი ბატონო ბუზღუ ვაიმე მოხვედი ბუზღუ მაბადიეთ მე მიშვით მოგაცრავოთ თავიდან ამომივარდა და ამავიწყდა მოგესალმებით ახალბედა ლექტორო გამარჯობათ გამობუძულებულო მინისტრო ის მოადგილე მედი ეციკაცე რა შეცგე ნეტა ვინ უთხრა ბოდიში ბატონო ირაკლი მათქმევია გათქვევია მიდი ხარ რა დიახ ბატონო დავით მე ზოგიერთებისგან განსხვავებით რომ ითხრეს ჩაალაგე და წადიო ერთი თქმით მივდია ესეც ჩადე აღარ შემილია რა როგორ მეზარება ეს ჩალაგება ამოლაგება რა აი ირაკლი ხო გიზარება მეს მეზარება ჩალაგება ამოლაგება დალაგება თორე გადასვაც რა უნდა გადავიდოდი ეგრევე რა ერთი ამას უყურე რა და რა გქონდა ჩასალაგებელი ერთი ფუნჯი შენ გაიგე თამარს ფეხი რომ უტყდა კი გაც როგორ არ გავიგე თამარს ფეხი რომ უტყდა ხო აი ხედავ ირაკლი მე რო წავედი
ამის შემდეგ შენც მოხსნეს თამარს ფეხი მოწყდა სანდროს და სალომეს ბიზნესი ჩაუვარდათ აი კიდევ ირაკლი მე ვიყავი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი ვაიმე შენ გენაცვალოს შენი ირაკლი ჩემო მაიკო შენ შემოგევლე ჩემო მაიკო ეს რომ მომაშორე სახლიდან და გადაიყვანა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რისი მადლობა ესი მიდიხარ ირაკლი ხო დიახ მინისტრის მოადგილე აღარ ხარ ხო არა აქ არ ვარ გალოცდები ხა შეუბედურა სულ გალოცდები დაურეკავ მე გოგის და ეწვი რომ გოგი დამალევინე გოგი დამალევინე აი აბა ახლა დატოვეთ კაბინეტი უყურე შენებას როგორ დავტოვო არო დაცვას დაუძახებ და რას ეწვი მე რა ვინა ვარო აქ რას ვაკეთებო მომეც სკუთეთ მომეც მოგიხმარები ამის ჩატარაში მაინც მომატული ყველაფერი ჩავალაგე შეგვიძლია მოიცა ეს რა ეს რა მოიცა სად მიგაქვს ეს ჭიკარტები ხო გითხარი ჭიკარტები არ წაიღო მეთქი მაცალი ესე ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება მინისტრის ახალო მოადგილე წადი კაცო წადი წავე კარგი ხო კაი მაქსიმუმ ერთ საათში სახლში ვარ კარგი ვაიმე ვაიმე ბებია ჩემი სალომე ცუდად არის და საერთოდ ვეღარ ტოვებ სახლში მარტო ექიმებმა მაინც რა თქვა შეიძლება ოპერაციაც კი დაჭირდეს უი კარგი არის ნერვიულო ანანო გამოკეთდება აუცილებლად ანანო იცი ისე ჩემი და სანდროს ტურისტული სააგენტოს ამბების ძალიან ცუდად მიდის რას ამბობ მარტო რა კარგად დაიწყეთ აბა გახსოვ მოიცა და რა მიდის ცუდად საქმეები რატო და რა ვიცი ეს დავით სანდრო ეხლა მომდივარ სააგენტო სანდრო კაი უი ხო აღარ მუშაობ კი რახენ სამ ესე იგი სუსტად დავითვალე ყველაფერი და მართლა ძალიან დიდი ზარალი გვაქვს რამდენი არ ვიცი ან 2400 ან 6500 ეხლა გასაგებია რატომაც მიდის საქმეები ცუდად სადღაც დაუშვით შეცდომ არ და რა კარგად მიდიოდა თავიდან საქმეები ტურისტებიც რამდენი ყავდა რადგან შეცდომა დაუშვით აი სადღაც ხო ახლაშა თანამშრომლები უნდა შეცვალოთ და გამოსწორდება ყველაფერი რომელი თანამშრომლები ლაშა მარტო მე და სანდრო ვართ ხო და მაგას ვამბობ მე თანამშრომლები უნდა შეცვალოთ ხო და გამოსწორდება ყველაფერი არა არ ვიცი კარგი მეც არ ვიცი რებს ლაპარაკობ სალომე რა ძალიან გადავიღალე გუშინ ბავშვს არ ეძინა წესიერად და მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს მე აქ კიდე თამარი ეს მინდა და აი ეს რამე ხომ არ მოგიტანა ორი ბალიში თუ შეიძლება წვენი მომიტანა კარგი აი მე დავიხარე ერთი ყავა თუ შეიძლება ეხლავე კეთება თამარი რა შევა როგორ არის რა ვიცი აბა ანანო რა უნდა ქნას აბა მადლობა ვერ დადის ფანჯარასთან ვერ მიდის არა დაინტერესებს ეზოში რა ხდება ხო და ამიტომ ეს თვალები და ყურები გაეწელა ეს მოიცადა აი
სულ საერთოდ ვერ დადის? არა, სანდრო, აკრძალული აქვს სიარული. აკრძალული აქვს და აი დამღალა რა. ეს მინდა, ის მომაწოდე, ეს გააკეთე, აღარ შემიძლია. აი ზუსტად ეგრეა ბებია ჩემიც რა, აი ზუსტად. ძალიან გადავიყალე რა. იქ ბავშვს ადილი გაუკეთე. იქ კიდე თამარი რო ის რა ქვია რაღაცა მომაწოდე, აღარ შემიძლია, ძალიან დავიყალე, ძალიან. აი ზუსტად ეგრეა ბებია ჩემიც, აი ზუსტად. ხო, ლაშავიცა, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ხალხი უკან გვიბრუნდება, ეს კლიენტები ძალიან უკმაყოფილოები არიან. ამბობენ, რომ საზღვარგარეთ საერთოდ აღარ გვინდა წასვლა. ვაიმე, ზუსტად ეგრეა ბებია ჩემიც. მეუბნები, წავიდეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ მინდა საზღვარგარეთ, წავიდეთ არ მინდა. ეს ზუსტად. ვახუა კაჟივით. დარბის დახტის და რა ვიცი, ვერ გააჩერებ. აი, ეგრე იყო ბებია ჩემიც, სანამ ცუდად გახდებოდა. სანდრო, არავიდეთ თამართან, ნახოთ რა. რა? ნახოთ თამარი, წავედი. რა თქმა ხო ნახე ყავს. სანდრო. ხო კარგია, წავიდე თუ ფეხის სანახავად წამოვა. ვაიმე, რა მასინებს, ვაიმე ბებო. ირაკლის თხოვე დახმარება და ირაკლი მხარ მიპასუხა რომ ჯერ ხო არ ვიცი რომ სამინისტროში გადამიყვანენო და ნუ აი სადაც გადამიყვანენ და მე მაგის მიხედვით შევეცდებიო და რა საუნე ისე ირაკლი ტური იქნებ ტურიზმის დეპარტამენტში გადაიყვანონ ჰა და მივიდეთ და ვთხოვოთ რომ ჩვენს ბიზნესზე ცოტა წაკვრას ხელი რა ჰა ლაშა რა სიტყვი ვაიმე მე მგონი პრეზიდენტად გადაყავთ ირაკლი ხო მიდით რაღაცა თხოვეთ იქნებისა ირაკლი პრეზიდენტად გადაყავთ მიდი სანდრო მიდი დაიჭირე შენ დაიჭირე ხო დედა ხო ხო არ გაბრაზებენ მაგათაც მოენატრე რამდენი ხანი არ გინახავს არა არ არის სახლში არა სამსახურიდან დამირეკა რაღაც ცვლილებებიაო მე მგონი უკეთეს ადგილას გადაყავთ ხო რა ვიცი ნახოთო ვა ხო დედა მოვიდა ირაკლი მე დაგირეკავ ხო ცოტა ხანში კარგი კოცნი კარგი მოვიდა ჩემი მინისტრი არა აბა დეპარტამენტის სუფროსი არა აბა სიხარული შენი სიხარული მოვიდა ეგ ხო ირაკლი სიხარული კი მაგრამ აი სამსახურში რა ხდება ვაიმე არ ვიცი მარიკა არ ვიცი დიდი ცვლილებებია და ხო ჯერ სად გადაგიყვანთ არ ვიცი თუ დაგირეკავთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღარ ვარ და მოიცადე არც იმორი რაღაცის არც იმორი რაღაცის ხო რა ვიცი დავრეკავთ და მოიცადე თამარს არ ეცოდინება სად უნდა არ ამგონია მარიკუნა ასეთი ამბები იუზაზე უფრო მაღლა წდება მერე გამარჯობა მარიკა გამარჯობა ოთახო გილოცავ ირა აი რა გჯეროდა კაცო რას მილოცავ ჯერ არსად არ დაუნიშნივართ რას მილოცავ მაგაცა რა თვიშლება თავი შენ არ დაგავიწყდეს პირველმა ბიზ მოგილოცა არ დამავიწყდება დათო დიდი მადლობა ამას არასდროს დაგივიწყებს სადაც არ უნდა დამნიშნო კარგი მე კიდე ნერვების თქმა კარგი დამშვიდი ივახშმებ ჩვენთან დათო მარიკა სანამ ახალ სამსახურს არ დავიწყებ ხო მოდი ასე ნუ გავანიავებთ სურსად სანოვაგეს არ მინდა მადლობა ივახშმეთ კი სასიამოვნოა ირა ისე ახლა რო ვფიქრობ რა მაგარი იქნებოდა
განათლების მინისტრის მოადგილეს რო დაგნიშნო, რატო იქნება მაგით? რატო იქნება და რაღაც ატესტაციები მოიგონეს და ნერვიულობ ცოტას და მეხმარებოდ. არა. არა. მან არ დამნიშნავენ. მაგრამ რო დავენიშნეთ, აუცილებლად დაგეხმარებოდი დათო. მე იმდენი სიკეთე მახსოვს შენგან ამ 3 წლის განმავლობაში. რას ლაპარაკობ? გიგარი ხარ. გიგარი. უი, მართლა. შენ არის ნოფე იმას, რა ქვია. ხაზრა. შკინის. დაი. ვიცნობ თუ არა, ხო, გამახსენებ ხო, შკინინის იცნობ თუ არა? ვინა შკინინი? რაი, კარგი ხარ, ხურობის ხასიათზე არა ვარ. მინისტრის მოადგილე, როგორ არის ვინ არის შკინინი? ვინ ის განათლების მინისტრი რო არა, შკინინი? შკინინი არის ნუ კაცო? შაშკინი კაცო? აი, ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე ეგ გვარი რა. სულ რაღაცაზე მინდა დავიმახსოვრო და ვერ იმას რაზე დავიმახსოვრო. ნარდი არა, ისა შაშკი. შაშკი. შაშკინი ხო? შაშკინინის იცნობ? არა დათო. არ ვიცნობ შაშკინინს. ბავშვი დავაძინე და შემოგირბინეთ. როგორ ახართ რა შვებით? ერთი. ვაიმე! აი მთელი დღე ვფიქრობ. რა მინდა? აი ეს მინდოდა მე. თამარი დავაძინე და შემოგირბინეთ. როგორ ახართ? ერთ. არა გუშინ. არა ეს როგორ მოხდეს სამსახურიდან ჯერ კიდე არ იცის სად დანიშნეს და არიცი. ვაიმე მართლა ირაკლი? აი ჩემი სიზმარი. ირაკლი შენ უეჭველი უზენაეს სასამართლოში გადაგიყვანენ. დამიჯერე მე ირაკლი. აი ეს მინდოდა. მოიცადე. და რასიზმარი ნახე მაინც. საოცრება მარიკა, საოცრება. ეს კიდე გაქვს? დამიმატე და მოგიყვებე. ესე იგი, მარიკა საოცრება გითხარით და გავაგრძელებ? ხო. ესე იგი, დავიძინე სადღაც? ხო. 9 თუ 10. არ მინდა რომ მოგატყუო. 9 საათი იქნებოდა, ხო ლაშა? ხო. არ ვიტყუებით, ჩამეძინებოდა ახლა აი ეს სიზმარს როგორ ნახავდი, ხო და? აი ესე დამესიზმრა. ვითო მიუზა იდგა მინდორში. მეორე თვალიც არ ქონდა, ხელში სასორი ეჭირა და ირაკლი არბოდა მთაზე. ესე იყო, მთაზი არბოდი ირაკლი. მთაზი ასვლა კარგია, სულ მაღლა ზევით ახლა ჩემო ირაკლი. კარგი რა, ქეთუსი, კარგი. შენ რაღა მოგივიდა კაცო რა. ნუ გამაგიჟე რა მინდა სასამართლოში, მე რა გამეგება სასამართლოსი ხავ. რა ვიცი, დამესიზმრადა. რატო ირაკლი? რატო? ირაკლი, ეგ ვარიანტი თუ იქნა, იცი რა უნდა ქნა? ეხა მე მაგ რაღაცა ესეთი ნაკვეთი. მეზობელი მედავება. თუ დაგნიშნე სასამართლოში, მე დამეხმარე რა. რა სასამართლო, რა მოსამართლე? ერთ ლაპარაკობა, ლაშა. ჩემი ირაკლი ნიშნება განათლების მინისტრის მოადგილედ. ასე მაწყობს მე. კარგია დათო. ირაკლი, ეხლა ეგ ვარიანტი თუ გამოჩნდა რა. ეხლა ხო იცი, აგერ ბიჭი მეზრდება, სადაც მეორეს ველოდები. ხო და ბავშვების განათლებაზე ადრიდანვე თუ არ იზრუნე, ხო იცი, უცებ გარბის დრო და წამოიჩიტებიან. ხო. გამიშხელი. გამატარე გელაპარაკები. გამატარე. რა ხჭი ხალხო ჯერ დამნიშნო სადღაც და მე ვილაპარაკოთ, არ შეიძლება კაცო? 100%-იანი ხარ ირაკლი, 100%. დაჯექი შენც არ შეიძლება დგომა. მადლობა ირაკლი. რაღაც მინდა გთხოვ. ირაკლი, იქნებ სამსახური დააწყებინო. ვის ანსად?
შენ ეხლა ირაკლი ცუდ ადგილას ვიცი რომ არ დაგნიშნავენ და იქნებ ერთი ადგილი შემინახო. ვისთვის ადამიანო? შენ ადგილი შემინახე და მე ვინმეს მოგიძები. ეს რა გავიგე ირა მოხსნეს ხო? ხო და ჯერ არის სადაგნიშნეს ხო? არა. ირა, მიდი რა უთხარი რა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგნიშნონ, ჰა? ვერ ახარ შენ, ხო იცი რა? რა მინდა საგარეოში მე, ჰა? რა უნდა ეხლა, რა მოიფიქრა, რა უნდა? ჰა? ვერ ხვდები? რას? ირა, მე და სალომეს ხო გვაქვს ტურისტული კომპანია. ხო და ხო იცი რომ ეხლა ცოტა აგვერია საქმეები. ხო და შენ რო დაგნიშნავენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, წამოიყვან ვიმას. მოხვალთ კამერებით და დაიწყებთ რომ გაიხსნა ტურისტული კომპანია, შეიქმნა კიდევ ორი სამუშაო ადგილი, ჰა? როგორია? ყოჩახ სანდრო, ყოჩახ. ირაკლი. თუ ეგ ვარიანტი გამოჩნდა. მომისმინე ახლა. ხო იცი აგერ ბიჭი მეზდება მეორეს ველოდები, სადაც იყო. თან მედაკეთებარი რამდენი ხანია საზღვარგარეთ არ ყოფილვართ. თუ რაღაცა ესეთი საოჯახო ესეთი პროექტი გამოჩნდა რა, პროექტი საოჯახო რომ გაგვიშვა მედაკეთებანი ოჯახით რა. ჰა? ირა, გამიშვი ხელი. შენ გეუნები კაცო, შენ გამიშვი. ჰადი. გამოიწ. აი იქით გაიწი. თუ დამნიშნავენ გავითვალისწინებ. აბა ესე რომ ეს რა თუ გეში. ის შაშკინი არ დაგავიწყესია. აი ახლა რაზე ვფიქრობ, იცი? ხო. ნეტა თავდაცვის სამინისტროში გამიშვან, ეგ მჭირდება ახლა ყველაზე ძალიან. აუ, ირა. თავდაცვის სამინისტროში თუ დაგნიშნეს, თობს მასროლი, ნე. კი. თობს ყველას გასროლინებთ, ამის პირობას გაძლევთ. ირაკლი მე თოფის როლა არ მინდა. ეხლა მაგდეს ვერ შეგაწუხებდა. მან დარი კარგი ჯიპები. ირაკლი, თუ ეგ ვარიანტი გამოჩნდა. მოიცი ეხლა, აგერ ბიჭი მეზდება სადაცაა. მეორე სულოდები და ერთი ჯიპი. არა მაქვს ეხლა მე პრეტენზია რომ მაინდა-მაინც ახალი უნდა იყოს, ნახმარი იყოს, ოღონდ კარგი. გამატარე გასვერტი, გამატარე. მაშინ შემოგევლე. ასე. გადიფიქით ყველა. გამიშვი. მარიკუნა, შენ რა გამოგივიდა? შენ რა გამოგივიდა, მარიკა, ამოიღე. ხმა, შენ იქ ვარ, მე თუ ვინა ვარ, მითხარი მარიკა რა. შენ მაინც შემიწოდები, უთხარი რომ შეიძლება საერთოდ არსადაც არ დამნიშნონ და დავჭე უმუშევად. ირაკლი, უმუშევარი თუ დარჩები, აი იქ ონკანია გასაკეთებელი და მიდი გააკეთე. კარგი და ირაკლი, რას ხუმრე, რა სადღაც არ დაგნიშნო. ატესტაცია იწყება. ეხლა კი დამიღალატო კაცო, ა? ირაკლი, გამარჯობა. ირაკლი, ისა, თამარმა მითხრა რომ ირაკლიო სხვაგან გადაყავთო და ალბათ ეკონომიკის სამინისტროში იქნებაო მინისტრის მოადგილეთო და, ჰა? ჯერ არ ვიცი, მაგრამ თამარი ტყილს არ იტყოდა. იგაცრა, ისა, ისა, ირაკლი, ხო იცი ახლა ჩვენ მაღაზია რო გავყიდეთ, რაღაცა ფული გვაქვს ხო და ესე მცირე ბიზნესის წამოწყებას ვაპირებთ ხო და ისა ცოტა წამიკარი რა ხელი. ჰა? და პატივისცემა მე პატივისცემა ჩემზე იყოს ირა. კარგი, თუ დამნიშნეს, ვეთქვი მინისტრს. რა გავაკეთო მეტი კაცო? ხო. ყოჩახ. კი, ძალიან ირაკლი, ვარიანტი თუ გამოჩნდა. სტომატოლოგი კი ვარ, მაგრამ დაუსწრებელზე ვსწავლობდი ეკონომიკას. ხო იცი ხა, ბიჭი მეზდება, სადაცაა მეორე სულოდები. პროფესიონალი. გავითვალისწინებ. თუ დამნიშნეს გავითვალისწინებ. რა გინდა რა?
არა, ეხლა მე კი შევიდოდი იქ მინისტრთან ირაკლი. მაინც ეხლა ჩვენი კუთხის გოგოა ეს ის. თან ჩემი დიდი ბაბუის აბესალომ კვარაცხელიას ქვისლი იყო ეს ჟაჟდენ კობალია. ხო და მე მაინც შენ გენდობი ირაკლი. ერთი წუთი გამიშვით ხელი. გაწიე ხელი, შენ გეუნები, შენ გაწიე ხელი. ახლა მომისმინეთ, აქამდე ხო მეგისმენდით ყველას. ხო? ახლა მე ვილაპარაკებ და თქვენ მომისმინეთ. გასაგებია? რო დააწყეთ, გეგმები და აიწყეთ ცხოვრება ყველა. საერთოდ რო არსად არ დამნიშნოთ ერთი რას საპირებთ ძალიან მაინტერესებს. არგი რა ირაკლი, რა საერთოდ არსად არ დაგე. მე მიგედებ კაცო მაგაზე. ეხლა მჭირდება შენი გვერდში დგომა ირაკლი და ხელს მკრავ. შუა გზაში მტოვები რა? ირაკლი, რაღაცა ვარიანტი რო არ გამოჩნდეს არის. ირაკლი, მომისმინე ონკანი არ დაგავიწყდეს და გაითვალისწინე ჯერ ოჯახი და მერე სამსახური. მე. ირაკლი, ხო იცი ირაკლი, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება. ეგ მეორეჯერ არ გამაგონო ირაკლი და ხო იცი ძალიან ფარმაცევტი. გაჩუნდი! ჩუნდიო! ის არის. ის არის. ხმარგო. დიახ? მე ვარ? რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დიახ. რა თქმა უნდა, ეგ კლინიკა კარგად იმუშავებს. ავაწყე ჩემი პროფესიონალიზმი, დიახ, ჩავაქსო. მე მზად ვარ, განვაგრძო, დიახ, ქვეყნის სამსახურში. რა თქმა უნდა. დიახ. ავისთავ. მეტა განათლების მინისტრის მოადგილეთან. ეკონომიკა. იქნებ პრეზიდენტად გადაიყვანო. კაცო, თავარია რაღაცა ვარიანტი გამოჩნდეს. ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება. ხაშკინი იყო ირა, ჰა? რაო ირაკლი? ხო. ირაკლი, ჩემი ნერვიულობა შეიძლება. ირაკლი. ირაკლი, ნუ დამნიშნეს მინისტრის მოადგილედ. ხო, კი რაღაცა ვარიანტი გამოჩნდება. ირა? სად? სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ლაშა წამოდი ბავშვს უნდა ვაჭამოთ, წამოდი. რაღაცა საქმე გამომიჩნდა მეც და თუ რაღაცა. ხო. წამოდი. ტურისტებს მივხედო. ირაკლი. არ არის ხე ძალიან ცუდი ვარიანტი. ხო. ნუ რაღაცას მოვიფიქრებ და
ირა, ეხა ხო დაგნიშნეს უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. ხვალ მეშნე. ხო და იქ რომ მიხვალ ეხა, არა მგონია ეხა იქ ვინმე არ იცნობდეს შიშკას. შაშკინს და იქნება კითხო ირა, ჰა? ოის ხო და ეს რა ვარიანტი გამოჩნდა? ირაკლი, ბევრი კი არაფერი უნდა ამ უკანის გაკეთებას. უბრალოდ გამოსაცვლელია და როდის გააკეთებ? კარგი რა მარიკო. კარგი რა, შენ რაღა მოგივიდა ჩემო ბეღურა, შენ შემოგევლე. კარგი რა, ისედაც გაგიჟებული ვარ უკვე ამ ახალ სამსახურზე ვფიქრობ, ამერია, ტვინში უკვე ყველაფერი. ეს ინფარქტი და ინსულტი ვიცოდი, კაცო და აქ რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, აქ გამომივარა მე, ჰა? რა ვიცი, ირაკლი, წყლის პრობლემა სახლში ვერ მოაგვარე და რეგიონებში მოაგვარე? კარგი რა მარიკა რა მოგივიდა კაცო იმის მაგივრად რომ დამიდგე გვერდზე ცოლურად და ჩემთან ერთად ზიდო ეს უღელი რებს მეუბნები კაცო გამისკტაგული ირაკლი გამირმა და რეკა ახლა სამტრედიიდან ხო თურმე მაგის ბაბუას ადრე კომუნისტების დროს გეუბნები რა რასფედარები ხო ადრე ქონია 5 ჰექტარი საყანე მიწა ხო და მე რაღაცა მომხდარა და ჩამოურთმევიათ ხო და როგორი მიწა მაბადე საყანე ესეთი საყანე ხო გავაგზეთ ხო და იქნებ ირაკლი დამეხმაროსო და გააკეთე რამე ესეთი კანონიში ჯერ კაბინეტშიც არ შევსულ ვარ ლაშა ხო და როგორც კი მივალ სამსახურში პირველივე თათბირზე რამინის საკითხს დავაკეთე ირა რამინდა იცი ხო რო გაიხა გავიგე რომ მაიკოს ჩემაიკოს ქონია დაჩა კოტორანტკარში ძალიან მაპატიეთ როგორ კარში კოტორანტკარში საგურამოს ხმედია ხო ძალიან კარგი სახლი სამსართულიანი კი ხო პასები და რაღაცა და ოღონდ გზა არ ვარგა ირა მისასვლელი და იქნებ ეს საკითხი დააყენო და ეშველოს რამე იქ გზას მე დავუმთავრე რა გავაკეთო მარიკა მითხარი ონკანი ირაკლი